ქართული რადიკალური ოპოზიცია კვლავ კრიზისშია. პერიოდულად ცდილობს ერთიანობის ჩვენებას, თუმცა ამ ცდილობების შედეგი ყოველთვის ერთია: დაპირისპირება, დაყოფა, მოკლედ რომ ვთქვათ, ოპოზიციის წინააღმდეგ. ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული რვიანის ფორმატი სწორედ ასე დასრულდა. ფორმალურად ერთობის სურათი შეიქმნა, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო ფოტოსესიას გავდა ვიდრე რეალურ ერთობას. ერთიანობის რვიანი, სადაც ყველა ერთმანეთს ებრძვის. საერთომად მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება აქვთ, ისიც გარე დავალებების შესაბამისად. ქართული ოპოზიციონერები პრინციპულები არასოდეს ყოფილან. პოზიციებს ხშირად იცვლიან, იმის დამიხედვით, როგორია მათი პატრონების ინტერესი. ამის საუკეთესო მაგალითი წინასაარჩევნოდ გაერთიანებული გახარია ხაზარაძის ალიანსია. მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია წლების განმავლობაში ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ ემტერებოდნენ. ერთი მეორეს თაღლითობაში სდებდა ბრალს, მეორე მუქარასა და შანტაჟში. გახარია არის რუსეთის მაფიოზური კრიმინალური აზროვნების ადამიანი. ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა. პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შანტა ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენის საუბრისა ყველას მოუწევს. მაგრამ ქართული ოპოზიციის პოლიტიკა უცნაური რამაა. დიდი ხანი იხვეწებოდა გახარია ხაზარაძემ როგორმე იქნებ მეც მიმიღოს და სადაც სააკაშვილთან გამოვნახე გზა არც ახლა გამიჭირდებაო. ხაზარაძე კატეგორიულ უარზე იყო, თავს იფასებდა. იცის საკუთარი ფულის ფასი, სჭირდებათ. აგერ ტევ პირველიც ხომ ერთი ხელისმოსმით, ჯიბის ტელევიზია დაქცია. ასე რომ გახარია ცოტა ხანი აწუწუნა, ახვეწნინა, მაგრამ დღეს ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ. უნდა ველაპარაკო გახარიას ამიხსენით რა. ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ჩემთვის გახარი არის ადამიანი, რომელმაც ტორპედირობა გააუკეთა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პროექტს და ჩაშალა პირდაპირ უნდა დავარქოთ ყველაფერს სახელი რუსული ინტერესების სასარგებლოდ. გაერთიანდნენ. ხაზარაძე სანამ ციხეში სასჯელს კანონის დარღვევისთვის იხდიდა, გახარია გაიქცა და შორიდან სცადა მითითებების მიცემა. საკუთარი პარტია თანდათან ჩამოეშალა. თითქმის ყველა წავიდა, ამათ გარდა. ხარია იმყოფება საზღვარგარეთ არ ჩამოდის. მიზეზი რა არის? თვითმმართველობის არჩევნებამ დარჩა ერთი თვე. რა არის მიზეზი, რატომ არ ჩამოდის? ხო, არ ვიცი, როცა პარტიაში თათახვედელიანი, კეკენაძე, ნათელა მეზრიშვილი და ბუჩიკური გელოდება არც მე არ ჩამოვიდოდი. ამათაც წასასვლელი არსად აქვთ და რაქნან. ხაზარაძემ ციხიდან შეუთვალა გახარიას, ვინც ფულს იხდის, შამპანურსაც ისვამსო. ამიტომ მერობის კანდიდატიც ხაზარაძის გამორჩეული ფავორიტი ირაკლი კუპრაძე გახდა. კუპრაძე განსაკუთრებული ფიგურაა, თბილისელობაზე კატეგორიულ უარს ამბობს, მაგრამ მერობა უნდა. ნელა შეიძლება საერთოდ თბილის. მე ვერასდროს ვერ გავხდები თბილისელი. მართლა ვერასდროს ვერ გავხდები. მერე რა მოხდა თუ ხალხს მასზე ან არაფერი სმენია და თუ სმენიათ სახეზეც არიციან ვინ არის. პოზიციის მერობის კანდიდატი. აქედა? კი. ესა. ეს ვინ არის? ვიცი. პოზიციის მერობის კანდიდატი. აი ეს არის. ეს ვინ არის? სახელი თუ იცი? არ ვიცი. რომელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი? არ ვიცი. მერობის კანდიდატი. არ ვიცი. ორივე. ორივე არა, ერთი. ესა. ეს ვინ არის? ისიდორი. არც არ ვიცი. რომელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი? ვერ გეტყვით. ეს ვინ არის? არ ვიცი სახელი აგვარი, მეგონა ესასახა. სამაგიეროდ ელისაშვილზე ერთი ნაბიჯით წინ არის. ალეკომ მამუკას სიმპათიები ჯერ ვერ დაიმსახურა, ვერც გახარიასი. კანდიდატების შერჩევისას ერთხმად გადაწყდა, რომ ალეკომ მხოლოდ მოწყენილობის დროს ბატუტზე ყირამალა საკოტრიალოდ და მაქსიმუმ დოლზე დასაკრავად გამოდგება. ისიც გაჭირვების ჟამს. არა და რაქნას. თუ რამე სინდისის მაგვარი ჰქონდა ან თავმოყვარეობისგან კიდევ რამე შერჩენოდა, ყველაფერი ხაზარაძეს ჩააბარა. ნამუსახელს რო აიღებ, მე მიდის კარაკიანი პურივით და. ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში, მაშინაც იდეკი და ხალხს იმაზე ბინდი და ფრიდი. ძალიან. აი ეს კაცი ხარ. მოდიში, მაო, უშენოდ გამომივიდა ძალიან. ძალიან ცუდი ჩაიდინე. ძალიან ცუდი ჩაიდინე საფილი. უკვე პატარა ბიჭი არ ახარ. იცოდი რა მოხეუდი იმ ყაჩაღ, მარტა ყაჩაღ. ზადენი არის ჩაშლილი. ხოხინას ხოლოს ჩემთან არ ჩაიჯვა, მოდი შავში. არ ჩაიჯვა. და ჩემ პოზიციას ვიტყვი თვითმმართველობის არჩევნებს. სანამ ერთი პატიმარი ციხეში ზის პოლიტპატიმარს გულისხმობ, რა თქმა უნდა. არანაირად არავითარ შემთხვევაში ჩემ ფეხი არ იქნება არანაირ არჩევნებში. არაფერი თუ არ შეიცვალა, ამათი ის უნდა ვიყო ლეღვის ფოთლები. ოფიციალურად კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს შედის საარჩევნო ბრძოლაში.
ფული ჯოჯოხეთს შეიძლება ვერა, მაგრამ ალეკოს აბნეულ გზას კი უნათებს. გახარია და ხაზარაძის ერთობა საჯარო ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები ერჩიან. არჩევნებში მონაწილეობის გამო ღალატში ადანაშაულებენ. საქმე იქამდეც კი მივიდა პრეზიდენტის შეწყალებით გამოსულ ხაზარაძე ჯაფარიძეს უკან შებრუნდიო ამუნათებდნენ. მაგრამ უკან შებრუნებაზე რომ ვერ დაითანხმეს, ბოიკოტის გამოცხადებას აიძულებდნენ, თუმცა ვერც აქ მიაღწიეს სასურველ შედეგს. ლელოში თუ დარჩით ვინმე ნორმალური უნდა გამორბოდეთ, მიწე უნდა გეწოდეთ ფეხქვეშ. გახარია და ლელო როგორც ოპოზიცია აღარ არსებობენ და ახლა მათი მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა, როგორც მტრის მხარეს გადასვლა. ყაბელაშვილმა ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალა. რა სირცხვილია ქუჩაში როგორ უნდა იარონ? არც ბოიკოტისტებშია მთლად ერთიანობა. ელენე ხოშტარიას ორდღიანი შიმშილობის შესაწყვეტად დადგმული სპექტაკლი და საზეიმოდ გამოცხადებული რვიანის ერთობა ისე დაიშალა, რომ ვერ შეკრება მოასწრეს. განხეთქილების ვაშლის როლი ჩერგოს ერგო. მისი სარკასტული კომენტარები ხშირად უფრო ხმამაღალია, ვიდრე პარტიების ოფიციალური განცხადებები. ნაცქალები თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე ჩერგოს ექსცენტრიულობით შეშფოთებულები. მის გაგდებას ითხოვდნენ სალომეს რვიანიდან. ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო. მივმართავ 8 პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ. ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში, ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ. ჩემთვის თავიდანვე გაუგებარი იყო სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა ამ რვიანს, რომლის შექმნის მთავარი არსი რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის გაправება იყო. იქ სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, სხვათა შორის ლაკას დამსახურებით დასასრულის ადვილად პროგნოზირებადი იყო. ნუ მთლად ამ ფორმით არ ველოდი. თამარამ კი ოპოზიციის ფსევდო ერთობას ფარდა ახატა და თქვა, ნეტა საიდან მაგდებთ ეგ თქვენი რვიანი მხოლოდ ფორმალური ჩათი იყო და იქიდანაც თქვენ გახვედით პირველები, ასე რომ გაგდებულები თქვენ გამოხოდითო. ნაციონალური მოძრაობის თემა თავიდან ბოლომდე ამოვწურეს. გარიჩხვა უნდა დაცემი და თავები გაიერთოს ჯგუფიდან. აღარ არსებობს არანაირი დაპირისპირება, ნიჯვეს და всё. ამ ქაოტურ სურათს უფრო კომიკურს ხდის ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე. ხაბეიშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობიდან ჩამოალაბორანტეს და ისევ ქუჩა-ქუჩა მოხეტიალე პარტიის წევრად აქციეს, ახლა გაუგებარი განცხადებებითა და უცნაური გამოსვლებით ცდილობს ხალხს თავი პრინციპულ ლიდერად წარმოუდგინოს. ამასობაში მისი ზედმეტსახელი ანიტაც საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებულ ტერმინად იქცა. ლევან ხაბეიშვილმა, რომლის მეტსახელი არის ანიტა, ბატონი ანიტა. ხავსავდა ეს თქვენი მეტსახელი ანიტა. რაღაცნაირად ცოტა აგრესიული გახდით და რა ხდება ხო ვერ გაწყვეტან რატო არის იცით რა არის მე კი მე ძალიან ბევრი დამაკნინებელი მომისმენია ჩემს ირგვლივ ხო მე თქვენგან ხო შეიძლება გითხრათ რატო როგორ შეიძლება ლევანი ვარ ხაბეიშვილი და ეხლა შენ რო გითხრა რომ გოჩახარ ბერიძე მეთქი თუ რაღაცა აოე ბურჭულაძესთან ერთად აბსურდულ იდეებს გვამცნობს. მაგალითად 2 მილიონი მოსაწვევი, ტელეფონით არჩევნები, დროშების რევოლუცია. 100,000, 200,000, 300,000 კაცი ყველას არიანი დროშა უნდა გვეჭიროს მაღალი. ჩვენ ეხლა უკვეთავთ 2 მილიონ მოსაწვევს. უკვე შეკვეთილია. მოკლედ, დიდი კლოუნა და უფრო ინდური სატირა. ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი პარაჩ, ზიტა და გიტა ჩვეულებრივ. ეს საცირკო წარმოდგენა მხოლოდ ერთი რამით არის განპირობებული. მოსახლეობის მხარდაჭერისგან დაცლილ რადიკალურ ოპოზიციას არც სერიოზული კონკურენციის გაწევის უნარი აქვს ხელისუფლებისთვის, არც რაიმე სერიოზული შემთავაზებელია ამ მომრჩევლისთვის. არადა ქვეყნის გარედან მიღებულ ინსტრუქციებსაც ხომ უნდა შესრულება. ამიტომაც აქცენტი შოუზე აიღეს. კლოუნების მიერ შესრულებული წარმოდგენა კი ცირკია და მეტი არაფერი.